გამარჯობა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აბა როგორ ხართ, ძვირფასებო? მე როგორც ყოველთვის დაგიბრუნდით ჩემი მოგრძალებული სამზარეულოდან. დღეს კიდევ ერთხელ შემოვთავაზებთ ლობიანების ცომს, ხვალ ბარბარობა, ხო და მინდა რომ გაგიზიაროთ ცოტა განსხვავებული ცომის კონსისტენცია, თუმცა იგივენაირად ესეც წყალზე მზადდება. აქ მაქვს უკვე, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს მერე რაიმე შენიშვნები, გაცრილი ფქვილი, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო, აი ამ პატარა საცერში გავატარე, თუმცა ვფიქრობ ამ ფქვილს გაცრა არ სჭირდება, მაგრამ მერე რომ არ იყოს რაიმე შენიშვნა, მე დღეს აი ასე აქ მაქვს 2 კილოგრამი ფქვილი. როგორ ხართ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო? ცოტას მოვიტოვებ და უკვე გავამზადებ. აი, ნახეთ, საერთოდ არაფერი, ნახეთ რა სუფთა ფქვილია, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. არის ძალიან სუფთა და წყლიანად ფქვილი. მინდა გითხრათ. ამიტომ, მაგრამ ეს სასტორი, რადგან 2 კილოგრამი ფქვილი მინდოდა, აქ მაქვს ჩვეულებრივი საფუარი, ასევე დროჟი, რომ ქვია. 9 გრამი არის ამ პაკეტში, გავუკეთებ მხოლოდ 1-ს, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ზეთი. ეს არის ჩემი ვლოგი, ჩემი არხი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე როგორც მიხერხდება, ხო? ისეთ ვიდეოებს გთავაზობთ და ძალიან გთხოვთ. თუ რომელიმეს არ მოგწონთ, ან რაღაც ისე არ არის თქვენთვის, ხო? გადადით 1 ჩაის ყოვზი. ცოტას დავუმატებ კიდევ შაქარი. ჩემო ძვირფასებო. ასევე ვაი მე როგორ ეს ცაცია რო ვარ, ხალიქით გადამაქვს მოკლედ, მაგრამ აი ასე 2 სუფრის ყოვზი მარილი გავუკეთოთ კარგი სავსე. აი ასე. ასევე გადავრიოთ ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. აი ასე კარგად, რადგან ჩვენი საფუარი მარილმა არ მოკლას. მოგეხსენებათ, მარილი არის ძალიან ისეთი საფუარი. და აი ასე არეული, როდესაც იქნება, აღარ იქნება საშიში. ეხლა მოვაყაროთ ჩვეულებრივ არ მითხრათ, ეხლა ყველაფერი მომარაგებული მაქვს ჩემო ძვირფასებო. თქვენ თუ ადრიდელ ვიდეოებს უყურებთ, იქ ძალიან სასაცილო ვარ. მეც არ მოვწონს იქ მაშინდელი ვიდეოები. თანდათან ვიზდები და ვიხვეწები, ჩემო ძვირფასებო. აი, სულ 1 პაკეტი. თქვენ შეგიძლიათ 2 გავუკეთოთ. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ 1 პაკეტს. არ არის ამაში არანაირი პრობლემა. წყალი არ უნდა იყოს ცხელი ძალიან, უნდა იყოს აი ოდნავ თან სითბოში თუ გექნებათ, რა თქმა უნდა, აი ასე დავასხათ და მოვზილოთ ცომი. აქ 1 ლიტრი წყალი არის, ნახოთ რამდენი დასჭირდება. მე დღეს ოდნავ ცოტა წინა ვიდეოში, სადაც უამრავი ნახვა აქვს, სადღაც 60,000-მდე ნახვა აქვს ჩემ ვიდეოს მეგობრებო. იქ ცოტა თხელი ცომი მაქვს. ამ შემთხვევაში ვაკეთებ უფრო ცოტა სქელ ცომს, რომელიც იქნება ძალიან გემრიელი ლობიანები. ასევე გულსართიც ექნება ძალიან კარგი ლობიანების. თქვენ როგორც გნებავთ, ჩემო ძვირფასებო, ისე მოამზადეთ. გინდაც ხახვი გავუკეთეთ გულს, გინდაც უხახოთ. მე ამ შემთხვევაში ხახვს არ ვიყენებ, თუმცა ძალიან უყვარს ცომს, მაგრამ მე არა. ამ შემთხვევაში მხოლოდ პილპილი, შავი, წითელი წიწაკა, მარილი და ცხიმი. რა თქმა უნდა,
ჩვენი გემოვნების და მიხედვით უნდა ყველაფერი. ცომი გავაკეთოთ. რაც შეიძლება, ცოტა ძალიან თხელი არ მოზილოთ. წინა მე ვიდეოში მაქვს უფრო ამ ცომთან შედარებით ეხლა როგორცაც ვაკეთებ, უფრო თხელი ცომი, ჩემო ძვირფასებო. ახლა კი შემოგთავაზებთ უფრო ცოტა სქელს და ასევე ძალიან უხდება ამ ცომს, თუ კი გამოვატარებთ მაცივარში, ცოტა ხნით მაინც გავაჩერებთ. ძალიან კარგი იქნება. სადღაც გასჭირდა ალბათ ლიტრა ნახევარი წყალი, არ ვიცი, არ შემიხედავს, თქვენი თვალის ზომით, ჩემო ძვირფასებო. ვფიქრობ მე არ გეშლებათ არც ცომის მოზელა, მაგრამ არიან, რომლებიც ახლა იწყებენ სამზარეულოში ფუსფუსს და მე მინდა რომ მათ შევთავაზოთ ჩემი ბური სტილის ცომი, ასევე ლობიანები, როგორ გამოვაცხოთ. ძალიან უხდება მარგარინი შევაზილოთ ცომს, თუ კი გექნებათ საშუალება, თუ კი არ გაქვთ ჩემო ძვირფასებო, სრულებითაც არ არის საჭირო და მხოლოდ ზეთით შეაზილეთ და ზეთით მოზილეთ. ხვალე ბარბარობა, ძალიან მიყვარს ზოგადად ლობიანები და რა ვიცი, ალბათ ჩემნაირად ძალიან ბევრი ხართ და მიყვარს თასი, როდესაც არის სუფთა. ნახეთ როგორია მეგობრებო, აი არ მიყვარს დასვრილი თასი. რა ვქნა, ჩვევა მაქვს ასეთი, შევიძინე, გამახსენდა. აი რასაც ეს მეგობრებო, ძალიან მიხარია რომ არ მქონდა და შევიძინე და ძალიან ნახეთ როგორი ცომია. ცოტა მყარი, მკვრივი და ძალიან აი სასიამოვნოა ერთი სიტყვით, არ არის ძალიან თხელი. წინა ვიდეოში მე მქონდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უფრო თხელი ცომი. ამ შემთხვევაში მაქვს ცოტა მკვრივი და ძალიან სასიამოვნო ცომი. ცოტა ხანს, რა თქმა უნდა, დავასვენებ გარეთ, შემდეგ გადავიტან მაცივარში ნახევარ საათს. ან 1 საათი სულაც. შეგიძლიათ თუ კი დაგრჩებათ ცომი, შეინახოთ მაცივარში და მეორე დღესაც გამოაცხოთ. განსაკუთრებული ლობიანები გამოდის მაცივარში გამოტარებული ცომით. ასევე ახლა მოვასხათ ცოტა ზეთი და თან ჩავზილოთ. აი ესე. მე გავუკეთებ მხოლოდ 2 კილოგრამ ქვირს 1 პაკეტი დროჟი, საფუარი, ანუ. აი ესე. ლამაზად კარგად მოზილეთ ჩემო ძვირფასებო ცომს. ძალიან უყვარს ზელა. უნდა იგრძნოთ რომ მოვიდა ცომი უკვე ზელაში და თბილიც უნდა იყოს ამ დროს ჩვენი ცომი. ნახეთ. ლობიოს უკვე მოხარშული მაქვს 1 კილოგრამი. ლობიო მოვხარშე, ჩავალდე წუხელის და ისე მოვხარშე დღეს. ხვალეთ შემეძლო გამოცხობა ლობიანების, მაგრამ მინდოდა იქნებ ვინმე სურვილი გაგიჩნდეთ და ჩემი რეცეპტით, სტილით მოამზადოთ. აი, всё, საკმარისია, ჩემო ძვირფასებო ზეთით უკვე. აი, ასე ჩავზილოთ და მე მინდა შემოგთავაზოთ უმერში გამომცხვარით და ზემოდან ტაფაში გამომცხვარი ლობიანები, როგორი გამოგვივა ჩემო ძვირფასებო. ნახოთ. აი, სულ ეს არის. ძალიან ვფიქრობ, კარგი ცომია. აი, ასე გამოიყურება, ნახეთ, ჩვენი ცომი ხელში
ვიჭერ, მეგობრებო, ხო ხედავთ არა? არის საკმაოდ ფაფუკი არის და ამავე დროს ცოტა მკვრივი. ძალიან კარგი ლობიანები გამოგვივა ასეთ მით თუ მოამზადებთ თქვენ ცობს და ლობიანები იქნება გადასაღები. აი ასე გამოიყურება. ახლა ცოტა ხანს დაგაპაუზებთ, ხელებს დავიბან. ხო და გავაგრძელოთ მერე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აქ უკვე ლობიო მაქვს, რა თქმა უნდა. თქვენ როგორც გნებავთ თუ გინდ საჭყვეტით ჩაზილეთ და ისე გააკეთეთ, თუ გინდათ ხორცაკებ მანქანაში გამოატარეთ, თუ გინდათ ძალიანაც ნუ გაათხელეთ ბლენდერს თუ კი იხმართ, მოიხმართ, არ გააკეთოთ, აი როგორც ის რომ არის რა, ხო ხდებით, აი პიურესავით არ ქნათ, რა ძალიან ნუიზავთ. უფრო მოიშველიეთ, თუ კი არ გაქვთ ხორცაკები მაშინა საჭყვეტიც მოიშველიეთ ამ დროს, ამ შემთხვევაში. მე უკვე რა თქმა უნდა მიყვარს ლობიო, როდესაც არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თხელი არ მიყვარს სქელი ლობიო. აი ნახეთ, მე ისევ ხარშავ ხოლმე, რომ აი ცოტა თავისი სირჩება შიგნით და იმასთან ერთად, წვენთან ერთად ვზევ. ისი არ გააკეთოთ ჩემო ძვირფასებო, რომ ძალიან არ გაგითხელდეთ რა ერთი სიტყვით. და ამ შემთხვევაში, როდესაც კეთდება ლობიო, ჩემთან არ არის ხოლმე ისეთი, რომ გარეთ იბნეოდეს ლობიო და გადმოდიოდეს, რა ვიცი, ყოველთვის ძალიან კარგი გამოდის. დავუმატოთ ახლა მარილი. არაფერს არ უკეთებ, განსაკუთრებულს ჩემო ძვირფასებო და არც უხდება, ვფიქრობ, უნდა იყოს მარილი, რა თქმა უნდა, ლობიოს უხდება, აუცილებლად უნდა იყოს კარგად შეზავებული მარილი. აქ მიდგას უკვე ტაფა, რომელშიც გავაცხელებ მოვხარშავ თუ მოვთუშავ ზეთს. ჩემო ძვირფასებო, გლომარს გავუკეთოთ ზეთი, რადგან ცხიმი ძალიან უხდება. აი ესე. კიდევ მაქვს წითელი დაფქული წიწაკა და რა თქმა უნდა წარე, ცოტას გავუკეთებ, რადგან უხდება ძალიან. და ასევე შავ პიმპილს დავუმატებ კიდევ. გადავაკრათ ისევე, რომ არ დაიბნას, მინდა გადავიტანო ჭურჭელში, ასევე დავუმატოთ შავი პიმპილიც. და შემდეგ უკვე აბიდან ამოვიღებ და გადავიტან ჯამში, თაში, ის დრაშტაც უკვე გავიყენებ. ეხლა ვფიქრობ, მარილი არ იქნება საკმარისი, მაგრამ დავუმატებ. გეტყვით, რომ როდესაც საწყობი მქონდა, ან კიდევ სხვაგან მიმუშავია, რომელიმე კერძო დაწესებულებაში ძალიან ბევრგან მიმუშავია. აი უამრავი ათასობით ლობიანი გამომიწვია და გამიკეთებია, შეკვეთები მქონია, აუარება, არ ვიტყუები მართლა ჩემო ძვირფასებო. ასე იყო მთელი 20 წელი გავატარე ამ სფეროში და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ძალიან მინდა გითხრათ. ნახეთ როგორი არის, აი მიხვდები თუ არ არის სქელი მასა, ანუ მე მიყვარს ლობიო, როდესაც არის ცოტა თხელი, აი ესე, ხა ხო ხდებით რა, არ უნდა იყოს ძალიან ისეთი, რომ გესიამოვნოს, როდესაც მიირთმევ. გავსინჯოთ. ჯერჯერობით ცხიმი არ აქვს, მაგრამ უდემრიელესია, მეგობრებო. მარის დავუმატებ ცოტას კიდევ.
მალე იქნება ჩვენი ზეთიც. ჩვენი ზეთი მოითუშა და დავაწყოთ ახლა ლობიო. უკვე ძალიან გაგერილი. მათ უხდება ცხიმი. თქვენ როგორც გნებავთ, ჩემო ძვირფასებო გემოვნებაზე არ დავაბერეთ. მე როგორც გნებავთ, ისე გავაკეთეთ. ამოვიოთ და ჩვენი გულსარკიც უკვე მზად არის. იცოდეთ, რომ როდესაც ზეთს უკეთებთ, ლობიო გაცხელდება უფრო კიდევ და ეს დაითვალისწინეთ. სანამ ცომი ამოვა, ჩვენი ლობიოც გაცივდება. არ არის ხოლმე გაცილებული და რა თქმა უნდა, როდესაც ცოტა თხელია ლობიო, ასეთ დროს ცომთან მუშაობა ცოტა გაგირთულდებათ, მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან გემრიელი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ეს იცოდეთ, უგემრიელესია. სინჯოთ. საოცარია. ძალიან გემრიელია, ძალიან. ახლა გადმოვიტან უკვე აქეთ. ნახოთ, რამდენი გამოვა, ყველა ლობიო სხვადასხვანაირია. ხო, რადგანაც მე საქართველოში არ ვიმყოფები, თეთრი ლობიო არ არის, ჭრელი ლობიო რომ არის, აი ეს რაღაც მოკრემისფერო, ესეთი არის, ზოლებიანი. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვა და გემრიელი იქნება. მაგრამ ჩვენი ქართული ლობიო სულ სხვა არის, ყოველთვის მაინც ძალიან გემრიელია. გადმოვიტანოთ. აი ესე ახლა დროებით. რადგანაც ჩემო ძვირფასებო მე არ შემიძლია რომ აი ესე გაპაუზებთ ყოველთვის, მინდა რომ ერთ ვიდეოში მოვათავსო მთლიანად გამოცხობაც, ანუ სანამ ცომი ამოვა, თქვენ წარმოიდგინეთ ამდენ ხანს უნდა გაპაუზოთ, დრო და დრო ჩაგერთვებით ხოლმე და მინდა რომ ერთ ვიდეოში შემოგთავაზოთ და ძალიან გთხოვთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიულები. ეს არის ჩემი არხი, მე ასეთი ადამიანი ვარ, მე არავის თავს არ გავხებთ ჩემს მოზღვავებულ გრძნობებს, ჩემს თუ გინდათ რაიმე პრობლემას, არასოდეს არავისგან არაფერს არ ვითხოვ, მხოლოდ და მხოლოდ სითბო მინდა თქვენგან, იმიტომ რომ მე ზღვა სითბო გამაჩნია და მინდა რომ მოგეფეროთ ყველას და ნუ თუ ეს დანაშაულია. ანდაც როდესაც მეგობრებოს გეუბნებით. მეც არ მომწონს ხოლმე, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, ნუ რანაირად ეხლა გეფერებით, ხო არ გლანძღავთ არა თქვენ, კარგო დედმამიშვილებო, რა ვიცი რა. მომიტევეთ თუ რაიმე მეშლება. ადამიანი ვარ ზოგადად რა და მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ. მე ჩემი არხი მაქვს, მე ჩემებური ვარ და რა ვიცი, ყველა თქვენებური ხართ. შეიძლება თქვენ ზოგჯერ თქვენი თავის არ მოგეწონოთ, ხო არის ასე არა და დროებით ახლა დაგაპაუზებთ და დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ცომი ერთხელ გადავდე და უკვე ამოსულია. ეხლა უკვე გუნდებს ამოვიღებ, რა თქმა უნდა. აქ მაქვს ღუმელშიც მინდა გამოვაცხობა, აქეთ დავდებ, რომ შეძლებდით, აი ესე იყოს. და
სუფთა მეგობრებო, ეს ცვილი თავხდეთ, მაგრამ მაინც ცვილი, მაინც, პრეტენზიები და შენიშვნები გაქვთ ხოლმე, თითქოს სადმე რესტორანში ვაკეთებ, ან კიდევ რაიმე მეშლება, ესე გამოდის რა. ანუ ეხლა ცომი მოვჭრათ ხელით. გეუბნებით არ არის ძალიან თხელი ცომი, ეს არის უფრო მომდგარი მკვრივი ცომი. ძალიან კარგი ლობიანები გამოვა. თქვენ როგორი ზომისაც გნებავთ, ჩემო ძვირფასებო, ისეთი ცომი და გუნდები ამოიღეთ. რა თქმა უნდა, ეხლა გავამზადებ 1-10-15 წუთი მაგიდაზე გავაჩეროთ, მოვათავსოთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცხობას. დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ცომი უკვე ამოღებული მაქვს გუნდებად, რა თქმა უნდა და ეხლა უკვე დავიწყებთ. ტაფეში ერთი უკვე ჩავსვი და მე მინდა დაბლა ღუმელში გამოვაცხო რამოდენიმე ცალი, რადგან ძალიან გემრიელი გამოდის ღუმელში გამომცხვარი ლობიანები ყოველთვის. რა თქმა უნდა, ზემოდანაც გემრიელია ტაფაში, როდესაც ვაცხობთ, მაგრამ ღუმელში გამომცხვარი განსაკუთრებულია. ესე რამდენიმე ცალში ჩავსვათ. გულსართი გავუკეთოთ. ქვედა ეს გავაყრელოთ, კარგად. ავათხელოთ და აი ლობიო ნახეთ როგორი არის მეგობრებო, არის თხელი. ანუ თუ გინდათ რომ გემრიელი გამოვის, რა თქმა უნდა გასაბრალებლად არის ცოტა რთული, მაგრამ არის ძალიან გემრიელი. მე ყოველთვის ვცდილობ რომ გავაკეთო, როდესაც ვაცხობ ლობიანებს იყოს ასე ვთქვათ, გულსართით ცოტა თხელი. ყოველთვის ვცდილობ. ეხლა მასე გადმოვიტან, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად აქ დავარებ და შევუშვებ უკვე ამასაც ღუმელში. წინასწარ გახურებული ღუმელი უნდა გქონდეს და გამოვაცხოთ ისე. გუნდები ამოიყვანეთ კარგად, თუ გსურთ რომ გულსარც უკეთებთ ცოტა თხელს, აუცილებლად გუნდები ამოიყვანეთ კარგად, რომ შემდეგ გაბრტყელება არ გაგიჭირდეთ და გამოვიდეს ლამაზი ფორმის ასევე ლობიანები. მინდა 2 ცალი ჩავსვა. ლობიანი, ჩემო ძვირფასებო და ესე. ცომში გაგხელებ. რა გინდა? კოკაკოლა მინდა. მეცაც ცოტა ხანი. როცა მზად იქნები, აქ დამეთქი და იესალმე ჩემს გამომწვევ. გამარჯობათ. რაიმე? ძილს გავარდი. დავსვათ მეორეც.
უშოთ გამოსაცხობ. ლობიანი გამოცხვა უკვე ჩემო ძვირფასებო ზემოდან. დავუწიოთ გარს, რადგან არ დავწვათ და გამოცხეს, როგორც წესია ესე, ზეთს უსვავ ჩვეულებრივ. ზემოდან. აი, ეს საოცარი. ანუ ეხლა ჩემი ცომი ნახეთ რა კარგი გამოვიდა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, საოცარი ლობიანი გამოვიდა, მართლაც. არის ცომი წინა ცომთან შედარებით, არის ჩემი ცომი ახლა სქელი შედარებით და ძალიან გემრიელი გამოვა. ამ გზით მომზადებული ლობიანები, როგორი ცომიც ეხლა მე მაქვს ჩემო ძვირფასებო. მინდა გაჩვენოთ ღუმელშიც როგორი გამოცხება და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ ფორმად უკვე დავდებ რა გამოგვივა ჩვენი ლობიანები, განსაკუთრებით ძალიან მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას, მინდა ბარბარეს დღესასწაული თქვენი ოჯახების მფარველი იყოს და ბედნიერი დამდეგი შობა ახალი წელი გქონოდეთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო. თუ კი სურვილი გექნებათ, მოამზადეთ აი ამ მეთოდით. მე არასოდეს ბევრ დრო საფუარს არ ვუკეთებ ცომს. არასოდეს, იმიტომ რომ ვფიქრობ უფრო კარგი ცომი გამოდის, როდესაც ნაკლებ საფუარს უკეთებ ცომს. ესე. ეხლა ცოტა ცომი მაქვს, რა თქმა უნდა, ასევე მაცივარში, ეს მაცივრის გარეშეა. მაცივრის გარეშეც, რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდით მომზადებული ცომი გამოდის ძალიან კარგი და გამოტარებული მაცივარშიც არის საოცრად შეგიძლიათ მეორე დღესაც გამოვაცხოთ ჩემო ძვირფასებო. ცოტა ნახეთ რა საოცარი, ნახეთ რა კარგია. აი ვაიმე, აი საოცარია. გავჭრი აუცილებლად გაჩვენებთ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნახეთ კიდევ გამოცხვა. ძალიან კარგად გამოიყურება. საოცრად. მართლაც უგემრიელესია, ისეთი კარგი ცომია, ისეთი რომ რა ვიცი. და ასევე გულსართიც ლობიანის არის თხელი, განსაკუთრებულად თხელი. აი ნახეთ როგორია მეგობრებო, ნახეთ როგორ გულს უკეთებ. არ არის ეს ძალიან მშრალი და ეს. ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება თხელი იყოს ლობიო. რადგან ძალიან გემრიელი გამოდის ასეთი შეზავებული გულსართით. შიგ თავსი გულსართი, რა ვიცი როგორც გინდათ ისე დავიძახეთ. ესეც უკვე გამოვთვალოთ. აი ესე გამოიყურება და კარგად გამოიყურება აქაც და აქაც უკვე ცხება მინდოდა. ღუმელში გამომცხვარი ლობიანებიც მეჩვენებინა ცოტა მომცროარი ზომით, რადგან მე 2 ცალი ჩავსვი, პატარა ტაფარი, სინი, ჟარონა, რა ვიცი რაც ქვია. აი ნახეთ ეს კი ასე გამოიყურება. საოცრად ლამაზია, ჩემო ძვირფასებო. გადმოვიტან ახლა აი ამ ნახეთ სინზე და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ამაში გამომცხვარი ლობიანები. ძალიან კარგად გამოიყურება და მათი აღმძვრელად. აი შეხედეთ. ესე გამოიყურება და მოვასუფთავთ ჩვენ. ნუ როგორც გნებავთ.
გინდაც ღუმელში გამოვაცხეთ, გინდაც ზემოდან. ორივე შემთხვევაში გამოვა ძალიან კარგი. ეხლა ჩემს ვაშკას გავუგზავნი, მოვალ, ხო და ბედნიერი დღეები არ მოგეშალოთ უფალმა, აი ესე დაგემშვიდობებით და რა ვიცი, ყველაფერს კარგს გისურვებთ. ზემოდან კარგად ჩანს, რა თქმა უნდა გულიცშიც ბევრია, მაგრამ სილამაზისთვის ესე გავაკეთოთ. შევუშვებთ უკვე ამასაც და დაგემშვიდობებით ჩემი ძვირფასებო. ცოტა ვრცელი ვიდეო გამოვიდა, ვიცი, მაგრამ მინდოდა ყველაფერი ერთ ვიდეოში მომეთავსებინა. წინა ვიდეოში მე ვერ გავაკეთე, ანუ გამოცხობა ცალკე ვიდეოში მაქვს გადაღებული ცალკე ვიდეოთ და ცომი ცალკე და ეხლა ყველანაირად ვეცადე ჩემო ძვირფასებო, რომ მე თქვენთვის შემომეთავაზებია. რაიმე ნახეთ რა კარგებია, უბრალოდ ნახეთ რა, აი ნახეთ, ესეთი გამოვიდა ჩვენი ღუმელის და ასევე ტაფის ლობიანები. აქ ცოტა მომცრო არის, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურებიან. აი ასე, დაგემშვიდობებით და რა ვიცი, გავსინჯოთ კიდევ თქვენთან ერთად, დავაგემოვნებ საოცარია მეგობრებო, მართლაც, ძალიან გემრიელია. ძალიან დროებით და მიყვარხართ ძალიან. ნახვამდის.